მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მატერიალურ ტექნიკურ სამსახურს სოციალურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხარჯზე აძლიერებენ. მერიაში 103 საშტატო ერთეულიდან 95 რჩება. ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში კი ოპტიმიზაცია ყველაზე ბევრ 6-დან 3 შტატს შეეხო. ერთი დღით ადრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშეს სხდომამდე დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე იმსჯელეს, რომელიც მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხს ეხება. როგორც მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო ჩავლეშვილმა განაცხადა, მერიაში არსებული 103 საშტატო ერთეულიდან რეორგანიზაციის შემდეგ 95 ერთეული დარჩება. შემცირებები ეხება პრიორიტეტულ სფეროებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სამსახურებს, მაშინ როცა მატერიალურ ტექნიკურ სამსახურს შტატები ემატება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით სოციალურსა და ინფრასტრუქტურას დოკუმენტ ბრუნვისა და მუშაობის პროცესი სხვა სამსახურებში გადადაწილებული ვალდებულებებით შეუმსუბუქდებათ. ამ ეტაპზე კი მატერიალურ ტექნიკური სამსახურის გაძლიერებას პრიორიტეტულად ხედავენ. ოზურგეთის მერიაში ახალი საშტატო ნუსხით მუშაობას საკრებულოზე დამტკიცების შემდეგ აგვისტოდან გააგრძელებენ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის რა თქმა უნდა 4 რჩება. პირველად სტრუქტურული ერთეულების 7-ის ნაცვლად განისაზღვრება უკვე 8 ერთეული, ხოლო მეორად სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დღეის მდგომარეობით არის 20, გახდება 14. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ბიუჯეტური ნაწილის ხარჯვითი ნაწილი შემცირდება, რაც წლის განმავლობაში 176,000 ლარზე მეტ შეადგენს, ხოლო წარმოდგენილი დებულებების პროექტები, მათ შორის მერიის დებულება, რომელიც ცვლილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს, წარმოდგენილი პროექტების მიხედვით გათვალისწინებული არის და გავლილი არის ყველა კომისია შეფასებული აქვს. შემცირების თვალსაზრისით პირველ რიგში ეხება ინფრასტრუქტურის სამსახურს, შტატების შემცირების ნაწილი, ეხება სოციალურ სერვისების სამსახურს. გარდა ამისა, ადმინისტრაციას, მერიის ადმინისტრაციას ეხება შტატების შემცირება. ძირითადი ნაწილი ეს არის დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურის სამსახურში წარმოადგენილი საშტატო ერთეული პროექტით, რაც არის ვფიქრობ სრულიად შეესაბამება იმ მოცემულობას, რომელიც დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე დგას, რაც შეეხება უშუალოდ მატერიალურ-ტექნიკური ნაწილის გაძლიერებას, სამსახურის გაძლიერებას, გაყოფილების გაძლიერებას. ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა, რომელიც არის მათ შორის მოძრავ და უძრავ ტექნიკასთან დაკავშირებით, ასევე ინვენტარიზაციის კუთხით და შესაბამისი მოვლა პატრონობის კუთხით, აღნიშნულ გაყოფილებას ვფიქრობ ესაჭიროება გაძლიერება, რომ უწყვეტი პროცესი მიმდინარეობდეს როგორც აღმასრულებელში, ასევე საკანონმდებლო ნაწილში. დღეს სვეტიცხოვლობა მართლმადიდებლური სამყარო 12 მოციქულს იხსენებს. მცხეთაში დილიდან ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულო წირვა პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. სვეტიცხოვლობა საქართველოში წელიწადში 2 ჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. დღეს ჩვენ ვართ ბედნიერები, გვეძლო შესაძლებლობა, რომ აი ამ დღესასწაულის მილოცვა შეუძლო მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის და ჩვენი ქართველი ერის კრებულისათვის, რომელიც ბედნიერია დღეს და აქვს სწავლ ბედნიერების, იმიტომ რომ სწორედ 152 პატრიარქი ყავს მას და მისი კურთხევით წმინდა სინოდის კრებული აღავლენს და მისი წინამძღოლობით აღავლენს ამ დღესასწაულო ლიტურგიას. სრულიად საქართველოს ულოცავ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის ამ დიდებული ტაძრიდან, რამე თუ ეს ტაძარი აგებულია მოციქულთა სახელზე, მოციქულთა მეოხებით და მფარველობით უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო, ამინ. ყველას გილოცავთ. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, სიყვარულით, სიკეთით სავსე ყოფილიყოს და ის სიწმინდე მოეფინოს მთელს იბერიას, მთელ საქართველოს, რომელიც აქ ტრიალებს. ბათუმში ათასობით ადამიანის მონაწილეობით ევროპის დღე აღინიშნა. სასტუმრო ჰილტონისა და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულმა ღონისძიებამ ლოზუნგით ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 20 წლიან მტკიცე პარტნიორობას გაუსვა ხაზი. საგანგებოდ მოწყობილ სივრცეებში სტუმრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, ინოვაციებსა და კულტურულ აქტივობებს გაეცნენ.
იქვე მუშაობდა ლაივ პოდკასტების სტუდია. მოეწყო ვირტუალური ტური ევროპულ ქალაქებში და სტარტი აიღო მობილურმა კინოტურმა, რომელიც ბათუმის შემდეგ უკვე ჩოხატაურში გადაინაცვლებს. ევროპის დღე ბათუმის ბულვარში გრანდიოზული ღია კონცერტით დასრულდა, სადაც მსმენელის წინაშე ნათია თოდუა და ჯგუფი Mechanical Rainbow წარსდგენ. ორგანიზატორების მთავარი გზავნილი კი უცვლელია. ევროპა არის პარტნიორობა, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებისა და იდეების გარშემო შენდება. მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ ბათუმში აღვნიშნავთ. ბათუმი, ბათუმი, ბევრისთვის ცნობილი ეს პოლონური მელოდიაც ბათუმის სიდიადეს უმღერის. შავი ზღვის მარგალიტი ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ვინ თუ არა თქვენ ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი. ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოძვევებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია. 30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. ახლა კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს, თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო, წინ. დიდი მადლობა. ევროკავშირ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ სურს და მისი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა, განაცხადა კაია კალასმა. კითხვაზე საპასუხო თუ როგორ ესახება ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირთან დამოკიდებულებების ფონზე. კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს გარკვეული სირთულეები აქვს, რადგან ამჟამად მთავრობასთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ დაუჭირონ მხარი ქართულ ხალხს ისე, რომ მათ ევროპულ პერსპექტივის იმედი არ დაუკარგონ. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თუ ისინი საქართველოს მთავრობას არ დაელაპარაკებიან, მაშინ ცვლილებებს ვერ განახორციელებენ. მისივე თქმით, მოსწონთ თუ არა ეს ევროკავშირში ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები მოიგო. შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართულ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტად თვეში ორჯერ ახორციელებს ზღვის წყლის მონიტორინგს სარფიდან განმუხურამდე.
მონაცემის სიზუსტისა და აქტუალურობისთვის ველზე იზომება ქიმიოფიზიკური პარამეტრები, ხოლო სინჯების დეტალური და კომპლექსური კვლევა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმისა და თბილისის ლაბორატორიებში კეთდება. ბათუმის ლაბორატორიაში სინჯების შემოსვლის შემდეგ ხდება კომპლექსური ანალიზები. ადგილზე ხდება ისეთი პარამეტრების განსაზღვრა, როგორებიც არის მძიმე მეტალები, ნუტრიენტები, ნავთობპროდუქტების შემცველობა და ასე შემდეგ. ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს წყლის ხარისხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბში იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთთ მტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 27-32 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა 29-34 გრადუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, ოზურგეთში ხვალისთვის მოსალოდნელია 23 გრადუსი. ჩოხატაურში უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა და დაფიქსირდება 25 გრადუსი, ხოლო 27 გრადუსი იქნება ლანჩხუთში. რაც შეეხება ურეკში მოსალოდნელია 26 გრადუსის სითბო, ხოლო ბახმაროში 19 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, დედაქალაქში დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა ჩამოთვლილთაგან და შეადგენს 35 გრადუსს. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.